სასწრაფო დახმარების ექიმების საინიციატივო ჯგუფმა დილა პროტესტით დაიწყო. მედიკოსები თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობის გადადგომას ითხოვენ. პირდაპირ ეთერში გვანცა პაპავაძე ჩაგვერთვება. გვანცა, რა პრეტენზიები აქვთ ექიმებს ხელმძღვანელობასთან? სასწრაფო სამედიცინო ცენტრის დირექტორისა და მისი მოადგილის გადადგომა დღეს სასწრაფოს ექიმების შეკრების მთავარი მიზეზი. ექიმები ამბობენ, რომ ადმინისტრაცია მერიის სოციალური სამსახურის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაში, რომელსაც ადმინისტრაციის საქმიანობა უნდა შეესწავლა, განგება არ შეიყვანა. გარდა ამისა, მათივე თქმით, ადმინისტრაციამ თანხები არამიზნობრივად გახარჯა და ხელმძღვანელებმა ფული საკუთარ ანგარიშზე პრემიების სახით დაირიცხეს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის დაუყოვნებლივ გადადგეს არსებული ადმინისტრაცია, ვინაიდან მათ ვერ შეასრულეს დაკისრებული მოვალეობები და აბსოლუტური უმრავლესობის ნება არის ეს, რომ დაატოვონ თავიანთი პოსტები და მოვიდეს ახალი ადმინისტრაცია. როგორც თქვენ იცით, ჩვენ სამსახურში არის უამრავი პრობლემა, რომლის გადაჭრას ვერ განხორციელდა არსებული ადმინისტრაციის პირობებში. ვიყავით მერიაშიც, ვიყავით კანდიდატ სამინისტროშიც და ქონდა შეხვედრები, იყო კარგი მესიჯები, რომ ყველაფერი გამოსწორებისკენ მიდის, მაგრამ არსებულ ადმინისტრაცია ჩვენ უცხადებთ უნდობლობას და არ გვჯერა, რომ ისინი რამეს რეალურად შეცვლიან. ამ შემთხვევაში თუ რამდენიმე დღეში ამის ოფიციალურ დადასტურებას არ მივიღებთ, ჩვენ შევიკრიბებით უკვე გაცილებით დიდი მასშტაბებით ექიმები და სასწრაფოს თანამშრომლები. სულ ცოტა ხნის წინ მოვიდა და ექიმებს მხარდაჭერა გამოუცხადა საკრებულოში ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელების წარმომადგენელმა მამუკა ბალიაშვილმა. ჩვენ ახლა შეგვიძლია მას პირდაპირ ეთერში გავუსაუბროთ. ბატონო მამუკა, რამდენად კანონიერია თქვენი აზრით ექიმების მოთხოვნა და აპირებთ თუ არა ამ საკითხის საკრებულოს ხდომაზე დაყენებას? კი ბატონო, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ინიცირებული შეიძლება იქნას საკრებულოს ხდომაზე. ექიმებს აქვს კონკრეტული მოთხოვნები და კონკრეტული ვადები მიცემული სასწრაფოს ხელმძღვანელობისთვის. ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელებმა ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მსგავსი ფორმებით არ გაგრძელებულიყო ურთიერთობა ხელმძღვანელობასა და ექიმებს შორის, თუმცა გუშინდელი შექმნილი გამოძიებოდა შემსწავლელი საკითხის ჯგუფი მერიის ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საკრებულოს არის ის შემთხვევა, როდესაც ექიმების პროტესტს კიდევ უფრო ამძაფრებს. საბედნიეროდ შემხვედრი ნაბიჯები ბატონი მამუკა კაცარავას მხრიდან გადადგმული იყო. ფრაქცია ქართული ოცნება თბილისელები დღეს ვაყენებთ უკვე კონკრეტულად სასწრაფოს ექიმებთან ერთად სასწრაფოს ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც სასწრაფოს ექიმებმა არ უნდა იმუშაონ სასწრაფოს ხელმძღვანელობასთან. ეს არის შემთხვევა, როდესაც სასწრაფოს ხელმძღვანელობა ვალდებულია იმუშაოს ექიმებთან. ხოლო თუ ის ვერ მუშაობს ექიმებთან, მაშინ უნდა წავიდნენ დაკავებული პოსტებიდან. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბატონი მამუკა კაცარავა და შესაბამისი სამსახურები ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ და უკვე შემდგომ კონსტრუქციულ დიალოგის ფორმატში ჩვენ გავაგრძელებთ სასწრაფოში მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მუშაობას. უღრმესი მადლობა. ექიმები კი ამბობენ, რომ მერიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელების გასათავისუფლებლად ვადას 2 დღით აძლევენ და წინააღმდეგ შემთხვევაში ორშაბათს უკვე უფრო ფართო მასშტაბიან შეკრებას გამართავენ. დიდი მადლობა გვანცა. სასწრაფო დახმარების ექიმების აქცია